გადი გარე Akma. ილდივარ ხალებს ხელი არ შეახო თუ არა დაგანკრებს მაჯერს მე გამიარჩე გამოვედით დარბაზიდან როგორც უკვე იცით მე გაზეთის მკითხველმა და მომხმარებელმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თავისი მორიგი განაჩენი გამოუტანა სინდისის პატიმრებს გალუსტაშვილმა ისევე როგორც ჭედლიშვილმა გუშინ ვაპირიან საქმეზე წარდგენილი ბრალი პროკურატურის წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა ბრალდებულებს ეს გადაკვალიფიცირებული ბრალი რომ აგეხსნათ ჩვენს მაყურებლებს ისევ გულისხმობს ჯგუფურობას და ორგანიზებულ ქმედებაში მონაწილეობას ოღონდ არის უფრო სუბუქი და გულისხმობს ორგანიზებული ქმედებით საზოგადოებრივი წესრიგის უხეშტარღვევას და ბრალიც არის გათვალისწინებული სასჯელიც არის უფრო მსუბუქი იწყება 1-დან 3 წლამდე არის პატიმრობა ამოხლით თუმცა მოსამართლეს შეეძლო ამავე მუხლით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სასჯელი შეფარდება ეს არის ჯარიმა და ეს არის შინა პატიმრობაც თუმცა ისევე როგორც თამარ ჭადრიშვილმა ასევე ნინო გალუსტაშვილმა ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელი შეუფარდა 11 ბრალდებულს პატიმრობა ტელეფონში ლაივს ვიღებდით უფრო მოგითხრათ ასე ვთქვათ პარტიზანულად რომ მანდატურებს ძალადობით არ გამოვეყარეთ დარბაზიდან როგორც უკვე მიჩვეულები ვართ მათგან
გიორგი მინდაძის დედოფლს, ნანი წულაიას და თორნიკე გოშაძის დედას, მარიზი კობახიძეს, რომელიც შლიან სასამართლო შესასვლელში საქართველოს დროშას. რასაც მომიჯია. მეტარიან ვაშკაცები არიან და ამიტომ მებრძოლ ვაშკაც ბიჭებს. ეს რეზო კიკნაძის მამა. მაგრამ იყო რომ ეს ორი წელი ახლა იმენა და ეზომაში მაგდო სპინდოდა მესატრები ძინაზე არის სულან ბაქნაძის და ხალხის ზონის გაშინვალე სოციალსაც არ გავაჩი იგი უარმიცეს კი ამათინაც ლაივის დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ დერეფანში მოვდიოდით, გიყვებოდით წარდგენილ ბრალზე, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალზე და იმ გადაკვალიფიცირებულ ბრალზე, რაც უკვე მოსამართლისგან მოვისმინეთ. გეტყვით თავიდან, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ეს იყო 225 მუხლი, რომელიც არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. და მოსამართლემ გადააკვალიფიცირა 226 მუხლზე, რომელიც არის ორგანიზებული ქმედებით ჯგუფურად საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. თუ პირველი ბრალის სიმძიმე გამოიხატება იმაში, რომ მის დასადასტურებლად საჭიროა რამდენიმე უფრო მძიმე ელემენტი, ეს არის ძალადობა, რბევა, სხვისი ქონების დაზიანება და ასე შემდეგ. და როგორც უკვე იცით, ამ 226-ში ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში რღვევა და ამ გადაკვალიფიცირებულ ბრალში წაშლილია ზღვარი ორგანიზატორსა და ჯგუფის მონაწილეებს შორის. უბრალოდ მთელი ირონია და აბსურდი აქ ის არის, რომ ამ ადამიანებს 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ და მისმა მოყვანილმა მოწმეებმა ვერ დაუდასტურეს ვერანაირი დანაშაული, ვერანაირი ჯგუფურობა, მით უმეტეს ორგანიზებული ქმედება და ორგანიზებული ქცევა. თუმცა უკვე მეორე დღეს ამ ტყუპის ცალაწოდებულ საქმეში გავხდით მოწმე, როგორც ცნეს ისინი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მოსამართლებმა ბრალდებულები კი არა და დამნაშავებად. ჩემი შვილი, რომელიც 92 წელში მე მომიწვია მიტინგზე, რომელსაც ქართული დროშა ეჭირა და მიტინგზე მიდიოდა. და იმ ჩემი შვილის სისხლით მოპოვეს, იმის სისხლით ფასად მოპოვეს. სიმართლეს და თავისუფლებაში გამოუკიდებლობაში დაიზარდნენ ამათი შვილები, აი ეგრე განწარდნენ თავიანთ შვილებზე. როგორი განწარებული დედაცნება ეხლა. აი როგორ არ გაიხარო ნამა და ამ სამართლოს ეს სამშობლოს გამყიდველები ესე
ერთი ადამიანის სიზღის გულისთვის რომ გამოფინა საქართველოს მომი დაიწყო ამას რო იქნება ეს არ იმხავრობა ხალხო ესენი არიან ხალხი არ გაიხარონ ამა არავის ჩემზე უარესი სიმწარე ნახონ ამ იქ არიან ჩვენს ვიცი დამოუკიდება საქართველოში ეს არის გია ტერიშვილის დედა მარინა ტერიშვილი მე განცადე ორი ძმილი შვილი დედა მე ვარ ტერიშვილების დედა ტერიშვილი მამუკა რომელიც მომიკლებს ქართული დროში ქვეში და ერიშვილი გიორგი მე მიამაყედარ ესეთი შვილები ხასდა ესენი ვერ გასწრდიან ესეთ შვილებს ვერა აბას შვილები არ იქნებიან მე ამაკად გავიდი ქუჩაში და რომ გავიდი ხარიან ყველა მილოცავდა ყველა მეუნება მალადებს კაი გმირი დედა ამა გარები ირცება და არაფერი არა ინჩენ შვილის მოპოვებო თავისუფლებაზე და გამოუკიდებლობაზე დაწარდეს თავიანთ შვილებს ეკლებია აი დაეხოცო და მოუწყდეთ შვილები ცოტა შვილები ჩემსავით გამწარდეს უკვე გითხარით რომ ეს იყო მარინა ტერიშვილი 11-დან 1 ბრალდებულის უკვე დანაშაულად ცნობილი გია ტერიშვილის დედა გაგახსენებთ რომ მარინა ტერიშვილმა პირველი შვილი 17 წლის ასაკში 92 წლის ორთაბერვას დაკარგა რომელიც მიტინგზე დროშით ხელში მომავალი რომელიც მოუძღოდა დემონსტრანტებს ესროლეს და 17 წლის ბიჭი ანუ გია ტერიშვილის ძმა მამუკა ერიშვილი დაიღუპა 92 წელს დღეს ქართული ოცნების სასამართლომ მამუკა ერიშვილის ძმა გია ერიშვილი გაუშვა 2 წლით ციხეში და ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან მათი მხარდაჭერებისგან ეს ორი დღეა ისმის ერთგვარი დამაყვედრებელი სიტყვებით რომ თითქოს ეს ბრალდებულები მათი გულშემატკივრები ერთგვარად მადლობლებიც უნდა იყვნენ რომ ბრალი გადაკვალიფიცირდა და მათ უფრო ნაკლები ვადით მიესაჯათ პატიმრობა ვიდრე ამას პროკურატურის წარდგენილი ბრალი ითვალისწინებდა თუმცა რა თქმა უნდა მადლობელი ამის გამო არავინ არ არის იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანებს სვამენ ციხეში და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება 2 წლით თუ 4 წლით გაგახსენებთ რომ დღეს დილით მოვისმინეთ საბას ხვიტარიძის განაჩენი მოსამართლე ჯვებენაჭყები ამ გამოუტანა საბას ხვიტარიძეს განაჩენი და მიუსაჯა მას 2 წლით პატიმრობა საბასთვის ბრალის გადაკვალიფიცირება ითხოვა თავად პროკურატურამ მასე დავებოდნენ პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას და პროკურატურას თავადვე მოუწია აღიარება რომ მირიან ქავთარაძე რომელიც არაფრით განირჩეოდა რიგითი ტიტუშკისგან რომელიც თავის ამსონებთან ერთად თავს დაესხა ადამიანებს ქორთიარდ მერიოტთან საბას ხვიტარიძეს ვერანაირად ეცოდინებოდა რომ ის იყო პოლიციელი დილით საბას ხვიტარიძეს მოკლედ მიესაჯა 2 წელი ახლა სულ რამდენიმე წუთის წინ 11 სინდისის პატიმარს მიესაჯა 2 წლის პატიმრობა. სულ ცოტა ხანში კი 1 საათში ზუსტად 15 საათზე კი არა და 17 საათზე უკაცრავად არის ჩანიშნული მორიგი სხდომა, მორიგი განაჩენის გამოცხადება ნიკუშა კაცია ელის თავის განაჩენს, თუმცა სანამოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელმაც გუშინ 8 აპრილს გამოუცხადა განაჩენი, მის განაჩენსაც გამოაცხადებს, მანამდე მას მოუწევს მოისმინოს ნიკუშა კაციას საბოლოო სიტყვა და დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ყველა თქვენგანი, ვინც ადევნებთ სინდისის პატიმრობის საქმეებს, თვალს რომ ნიკუშა კაციას მოსმენა თამარ მჭედლიშვილისთვის იოლი არ იქნება, ნიკუშა კაციას მოსმენა მისთვის იოლი არ იყო არც ერთ სხდომაზე მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაც მისი პროცესი მიმდინარეობდა. ნიკუშა კაციასაც წარდგენილი აქვს ბრალი ნარკოდანაშაულში. მისი საქმეც არის ასე საყოლპურო დრო ვთქვათ copy paste გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის საქმეებისა. იცით რომ ასევე ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩენჩის მიუსაჯეს 8 წელი და 6 თვით პატიმრობა, ამავე დანაშაულში ბრალდებულები განაჩენს ელიან ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბული, მათ
ნინო გალუსტაშვილი გამოუცხადებს განაჩენს უკვე 12 სექტემბერს. ნიკუშა კაციას მიმართ უფრო პოზიტიური მოლოდინები არსებობს, იმიტომ რომ გვაქვს ის პრეცედენტი, როდესაც ჯერ მოსამართლე რომეო ტყაშელაშვილმა გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა გიორგი ახობაძე, შემდეგ იგივე მოსამართლე თამარ ჭედრიშვილმა, რომელმაც დღეს ნიკუშა კაციას განაჩენი უნდა გამოაცხადოს, გაამართლა თედო აბრამოვი, მათ მოუწიათ იმისი აღიარება და იმისთვის გვერდის ვერავლა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება ამ ადამიანების საქმეებში და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ სხვა საქმეში არ არსებობს უტყუარი და რეალური მტკიცებულება და ყველა სინდისი პატიმრის წინააღმდეგ შეკერილი ყველა საქმე მიუცემ თავს იმის უფლებას, რომ თქვა ოროსანი ადამიანების მიერ არის შეკერილი ძალიან უნიჭოდ. ეს ნარკო საქმეები კიდევ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ უნიჭობით და თეთრი ძაფით ნაკერობით. იცით რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებობს ვალდებულება, რომ პოლიციამ მსგავს დანაშაულებში ჩხრეკისას დაკავებისას მოიპოვოს ნეიტრალური მტკიცებულებები. შეიძლება იყოს ვიდეო გადაღება ჩხრეკისას და დაკავებისას და შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ნეიტრალური პირის მოწმეობა. არც ერთი ეს ფაქტორი არ იყო წარმოდგენილი არც ერთ ამ საქმეში. გულისხმობ გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვს და ნიკა კაციას. ძალიან პირობითად რეალურად ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის არც ანტონის და არც ანასტასია არტიომის საქმეში, თუმცა ძალიან ფორმალურად და ხელჩასაჭიდად პროკურატურას და სასამართლოსაც უკვე ამ საქმეში ანტონის და ანასტასიას და არტიომის საქმეში აქვს ის, რომ ერთი მხრივ თარჯიმნებს რუსულ-ქართული ენის თარჯიმნებს ასაღებს პროკურატურა ნეიტრალურ მოწმეებად. სინამდვილეში ეს არიან შესასთან ძალიან მჭიდროდ დაახლოებული პირები და ანასტასიას და არტიომის საქმეში არის ბინის ჩხრეკის ვიდეო, იმ ბინის ჩხრეკის ვიდეო, რომლის გასაღები პოლიციას მათ დაკავებამდე უკვე ჰქონდა და სანამ ნეიტრალური მოწმის თანდასწრებით, ბინის მეპატრონის თანდასწრებით ჩაატარებდნენ ბინის ჩხრეკას, ისინი იქ უკვე იყვნენ შესრულები, ასეთი არის დაცვის მხარის პოზიცია. ეს რაც შეეხებოდა იმ განაჩენებს და იმ პროცესების იმ ფინალურ ეტაპებს, რაც წინ გველის დაუბრუნდები ისევ 11 პირის საქმეს, ხედავთ რომ აქ საკმაო რაოდენობით ხალხი არის შეკრებილი მის გათვალისწინებით, რომ ქალაქი მაინც დიდწილად ჯერ კიდევ გაცლილია. დღეს გეტყვით რომ იგეგმება აქცია 7 საათიდან, საღამო 7 საათიდან მელიქიშვილის გამზირზე და საიდანაც სავარაუდოდ ხალხი გადაინაცვლებს პარლამენტთან უკვე თითქმის 300-მდე დღის მანძილზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის კერასთან. მოგიწოდებთ რომ თუ ვერ ახერხებდით ნეტგაზეთის გვერდზე მიმდინარე ლაივ ბლოგისთვის თვალის დევნებას, როდესაც უწყვეტად და იმ წამიერად და წუთიერად გაწყვეტით ცნობებს სასამართლოდან, გადახედოთ მაგ ჩანაწერებს, გადახედოთ ნეტგაზეთის გვერდს და ნახოთ როგორ მიმდინარეობდა პროცესი და ნახოთ ასევე ქარდები, სადაც ამოღებულია სადაც ნახავთ ბრალდებულების საბოლოო სიტყვებს. დღევანდელ სხდომაზე არ იყო გური მირცხულავა, რომელიც ბოლო უკვე რამდენიმე სხდომა, არაერთი სხდომა სასამართლოში პროცესებს აღარ ესწრება, არ იყო არც უკრაინელი სერგეი კუხარჩუკი, არ იყო არც რეზო კიკნაძე, რომელმაც მართალია დღეს არ იყო, მაგრამ წინა სხდომაზე მან თავისი ძალიან ვრცელი, ძალიან ემოციური და ძალიან შთამბეჭდავი საბოლოო სიტყვა წინა სხდომაზე თქვა და გუშინ გაავრცელა საკუთარი Facebook გვერდიდან წერილი, საიდანაც გავიგეთ, რომ ის დღეს პროტესტის ნიშნად სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა. მისი ეს პროტესტი განაპირობა ანტონ ჩეჩინისათვის მის ჯილმა 8 წლითა და 6 თვით მის ჯილმა პატიმრობამ და 8 პირისთვის გამოტანილმა განაჩენმა 8 პირისა და 11 პირის საქმეებს შეგახსენებთ, რომ ერთგვარად
და ლოგიკურია და გასაგებია რატომაც ეძახდა ხალხი ესე არაფორმალურად ყუპისცალ საქმეებს ამ საქმეებს ყავდა ერთი და იგივე პროკურორები ესენი იყვნენ ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი მართალია მათ სხვადასხვა მოსამართლე განიხილავდა და უძღვებოდა ამ პროცესებს თუმცა აქ იყო ზუსტად ერთი და იგივე მოწმეები ზუსტად ერთი და იგივე ბრალი ერთი და იგივე ვითომ მტკიცებულებები ვაძლევ ისევ თავს იმის უფლებას რომ ამ მტკიცებულებებს რის წარმოდგენასაც ცდილობდა პროკურატურა ბრალდებულებისთვის დანაშაულის დასამტკიცებლად ვუწოდო ვითომ მტკიცებულებები იმიტომ რომ 9 თვის მანძილზე ვადევნებდით თვალს პროკურატურის და მათი მოწმეების წვალებას და მათ ვერ მოახერხეს ვერც ერთი არ ვიცი ძალადობრივი თუ დანაშაულებრივი ქმედების დამტკიცება ბრალდებულებისთვის. მოყავდათ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები, რომელთაგანაც ვერც ერთი ადებდა ხელს ვერც ერთ ბრალდებულს და საერთოდ ვერავის ადებდა ხელს, ვისგან მიიღეს დაზიანება. წარმოდგენილი იყო ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ხედავდით, რომ ეს ადამიანები უბრალოდ იდგნენ აქციაზე და იღებდნენ პროტესტში მონაწილეობას და ცხადია ისინი არ იყვნენ ბედნიერები და კმაყოფილები იმით, რაც მათ თვალწინ ხდებოდა და კი ბატონო იყო მათი მხრიდან ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება, ტუჩის მოძრაობით შეგვეძლო ამისი განსაზღვრა და ეს ბრალდებულებს არც უარ უყიათ სპეცრაზმელების მისამართით, რომლებიც უმოწყალოდ სცემდნენ და არბევდნენ მოქალაქეებს და იცით, რომ ასობით მოქალაქეს ჩაულეწეს სახის ძვლები და ასობით მოქალაქე გახდა წამების მსხვერპლი ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე დემონსტრაციებზე. და ცხადია ეს ადამიანები ამ ვიდეო კადრებში, რომლებიც ესე დაჩეხილად და რამდენიმე წამიან მონაკვეთებად წარმოადგინა პროკურატურამ, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და გამოხატავდნენ ბრაზს ქართული ოცნების და მათი ჯიბის სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით თურმე იქ მართლწესრიგის აღსადგენად იმყოფებოდნენ, მაგრამ ნუ არ ვიცი, არც პროკურატურას, არც მათ მოწმეებს იმაზეც არ ყოფნიდათ გამბედაობა, ნება, არ ვიცი, სინდისი, რომ მეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი მაინც იყო, როგორ უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს და რამხელა ძალადობის ქვეშ ყავდათ ისინი. პირიქით ისინი ესე ძალიან თავხედურად და თამამად ამბობდნენ, რომ მსგავსი ქცევა ქართველი სამართალდამცველებისგან არის წარმოუდგენელი და მსგავსი რამის შესახებ არათუ თვალით არ ვნახავთ, არამედ არც კი სმენიეთ. ამას ვისმენდით თვეების განმავლობაში სასამართლოში. შევეხები ასევე ნივთიერ მტკიცებულებებსაც, რომელიც პროკურატურას მოჰქონდა, როგორც ამოღებული ბრალდებულების სახლის თუ პირადი ჩხრეკისგან, ეს იყო ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, მათ შორის და ისეთი თავდაცვის საშუალებები, რაც ყველა ჩვენგანს ჰქონდა, ვინც ნოემბერ-დეკემბერში აქციებში ვიღებდით მონაწილეობას და იქ ვიყავით. თავდაცვის საშუალებები, სპეცრაზმელების და ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების ძალადობისგან იქნებოდა ეს სათვალე თუ აირწინახე. ბრალდებულების ნაწილს ედავებოდნენ ასევე მოვიყვან ციტატას ბრალდებიდან ძიმე საგნების სროლას. ეს ძიმე საგნები რომ იცოდეთ და უკვე იცით ჩვენმა მკითხველმა და მაყურებელმა შეგახსენებთ, რომ იყო დაცილი უკვე გასროლილი ფეიერვერკის ცარიელი მუყავოები, მაგალითად დაჭმუჭნული ქაღალდები და ასე შემდეგ და იმის მიუხედავად, რომ ეს საგნასროლი საგნები პროკურატურას და გამოძიებას არ ამოუღია, არ შეუსწავლია, ექსპერტიზა არ დანიშნულა და შესაბამისად დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სასამართლოში ეს თქვეს, რომ ასეთ შემთხვევაში იმ ვიდეო კადრებიდან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ, უბრალოდ შეუძლებელია ამ საგნების რაობის დადგენა და მით უმეტეს მათი სიმძიმის განსაზღვრა. პროკურატურა და მათი მოწმე პოლიციელები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულები ისროდნენ ძიმე და სახიფათო საგნებს. აქ იყო ისეთი მიჭირს ამას დავარქვა კურიოზული, თუმცა ასე გამოდის კურიოზული და სატირალი რომ არ იყოს სასაცილო მტკიცებები და მტკიცებულებები უფრო სწორად და ფაქტები,
აი ამ რამდენიმე წამიან ვიდეოებშიც კი, რაც ვიდეომტკიცებულებებად ჰქონდა წარმოდგენილი ბრალდებულების წინააღმდეგ და იყო დამონტაჟებული. იყო ჩადებული კადრები. მაგალითად, გური მირცხულავას შემთხვევა დღევანდელი საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის უნდა შეგახსენოთ, რომლის ამ რამდენიმე წამიან დამონტაჟებულ ვიდეოში პროკურატურამ ჩადო ქვა. ესე ცალკე რაღაც ადგილას გადაღებული ქვა ჩააკერა გურის წინააღმდეგ ვიდეოში და შემდეგ მას მიაბა გური მირცხულავას კადრი, იქით პოლიციელების კადრი, რომ თითქოს აი ამ ქვას გური მირცხულავა ისვრის პოლიციელების წინააღმდეგ. თუმცა ეს ვიდეომტკიცებულება შეისწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მრავალწლიანი გამოცდილებით, ის მოწმედაც იყო მოყვანილი სასამართლოში და ძალიან მაღალი ერთი გარდა იმისა, რომ გური მირცხულავა რასაც ისვრის, არ ისვრის პოლიციელების მიმართულებით და პირიქით ის თავიდან იშორებს რაღაცას, რაც ძალიან მაღალი ალბათობით ისევ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების მხრიდან არის ნასროლი მოქალაქეების მიმართ, ის არ ისვრის ამ რაღაცას სამართალდამცველების მიმართულებით და ისვრის იმ რაღაც ღიად დატოვილ სივრცეში, რომელიც არსებობს სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის. როგორც ხედავთ, ხალხი რჩება სასამართლოს ეზოში, ველით დღეს ნიკუშა კაციას საბოლოო სიტყვას და მის განაჩენს და უკვე შემდეგ ყველა გადავინაცვლებთ ჯერ მელიქიშვილზე სავარაუდოდ და შემდეგ მელიქიშვილიდან რუსთაველზე უკვე 300-მდე დღის მანძილზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტის მთავარ კერაზე. ახლა დროებით დაგემშვიდობებით გამოვთავთ ლაივს და მადლობას გიხდით, რომ გვიყურებთ, ვკითხულობთ და გვპირდებით, რომ ნებისმიერ სიახლეს შეგატყობინებთ და გაგაგებინებთ ნეტგაზეთის დაბათუმელების გვერდიდან, ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდებს. მადლობა.